პირველად საქართველოში ლოსი Super Laser Nut. ეს არის მეგობრებო 1/6 მასშტაბის 6S სისტემით აღჭურვილი მონსტრი და სტილით არის Rock Racer-ი. სიტყვა Rock, როცა გვესმის ხოლმე, ეგრევე უოჭველი მთავრდება Rock Crawler-ი. ეს არის Rock Racer-ი. მოდი ხა ახსნათ რა არის ეს. წარმოიდგინეთ ქვებზე მორბენალი, ქვებზე მყტუნავი, ქვების მტრეველი, არ ვიცი, წესი და რიგით ეს მანქანა უნდა იყოს სუპერ გამძლეობის, სუპერ ამტანობის ნადირი, რომელიც წესი და რიგით უნდა შლიდეს ყველაფერს და ამ ვიდეოს ამ ყველაფრის გასარკვევად ვიყავ. გააყოფის დროა. რადიო. ოვაშოროთ პირველ რიგში არკი და რა ლამაზია ხალხნო და რა მხელა ამას შეხედეთ. თით შემყო. აუ, გვერდით ნახე რა მაგარისენი აქვს. ბადეები, დამცავი ბადეები, სხვათა შორის სხვა ბრენდები იმაშვებიან ხოლმე, ცალკე იყიდეთო და ბევრ ფულს დახარჯეთო და ლოს ჭიგრები არიან, რომ გამოაყოლეს. და აი, მოკლედ ავხადოთ ახლა და არ იხდება ხალხო. მე მგონი მახოს წული მოვიდა, წადი მახო. საბურავი, ნახეთ. აი ეს მე მგონი ძალიან არასასიამოვნო მომენტია, რომ ყველა ახტაზე ეს უნდა მომიწიოს. ახტა არ მომეწონა, მაგრამ აი აქ რაც ხდება, ეს არის საოცრება. პირველი, low CG-ია, ანუ დაბალი წონითი ბალანსი აქვს, დაბლა აქვს წონის ბალანსი და ყველაზე მაგარი ახლა აქ რაც ხდება, ეს არის ჩემი ოცნება, რომელიც ახტა. დააკვირდით, აბსოლუტურად სწორი შასი. რაც გულისხმობს იმას, რომ როგორი ნაგავიცა უნდა შევიტანოთ დღეს ტესტის დროს, უბრალოდ ჩამორიცხავ და გამოვა. ერთი რაც ცალსახად აღნიშნავს იმსახურებს, ეს არის roll cage. ძალიან შეკრული კარკასი, რომელიც აუცილებლად გულისხმობს, რომ ეს მანქანა წესი უნდა იყოს ძალიან გამძლე. წესი კი არა, უოჭველი იქნება. ესე იგი, ელემენტები არ დაინანათ. ხანჩი, რომელიც აუცილებლად გჭირდება და სტიკერი. სად უნდა გაიტესტოს ეს მანქანა თუ არა მისთვის შესაბამის ადგილზე და ტრეკის ძიებაში აღმოვაჩინე off-road კარტინგი თბილისი, სადაც ამ მანქანის გასაწურად ყველაფერია. და აქვე გეტყვით, ვინც არის ამ ადგილის შესახებ და გიყვართ ექსტრიმი, გიყვართ off-road, გიყვართ კარტინგები, გიყვართ ბევრი ტალახი და სიგიჟე, იცოდეთ რომ ეს ადგილი თქვენთვის არის და ეს ყველაფერი აქ არ მოგაკლდებათ. გაინტერესებთ ხო ტრეკი? Sorry, bicho, რანაირი მანქანა. გავგიჟდი. ვაფშე სხვა ხასიათია, ხანო აი ის სტანდარტული ტიპები რა, ხო იცით ხა რა, აი ბიწყავს ყველაფერი გავ. არ უნდა რომ ამოყირავდეს და რაღაცა თითქოს გრავიტაციაზე ისე გამოწოვილი თუ რავი რაღაცა შემა. ძალიან მაგარია. პირველი ამოყირავებას განვიცადეთ, თუმცა მინდა ვაღიარო რომ მანქანის ამოყირავება არის ძალიან ძნელი. იმდენად ეჭიდება ძალიან კაი კადრებისთვის ძალით ვიმოშვებოდი. სუვენირი მომიდა და მიყვარს. ძალიან მიყვარს. პირველი ემოციების გაზიარების დროც მოვიდა და პირველი მთავარი ემოცია რაც ამ მანქანას, აი, ხელის მოკიდების წამიდანვე აქვს. ეს არის სიმშვიდის განცდა. როგორც წესი არის მანქანებით რო გავდივართ ხოლმე, სადმე უეჭველი ვიცით რომ ნახევარი მანქანით უნდა მივიდეთ სახში. ამის შემთხვევაში ეგრე არ არის და ეს ისეთი კაი გზნობაა რომ თუ ამაში ძალიან დიდი ხანი არ ხარ და კარგი გამოცდილი თუ არ ხარ, ამ გზნობით მას ხან ერთ ვერ გაიგებთ ბოლომდე. ერთი რაც უეჭველი უნდა ვთქვა, მოხვევის კუთხე აქვს რაღაც არაჩვეულებრივი და
ყველა ექსტრემალური სიტუაციიდან გამოვდივარ და კიდე ერთი ნიუანსი, რაც არასდროს ცხოვრებაში არ მიგზნია. ურბინის ხმა ხო გახსოვთ, აი ეს გახსნილი როა და ვერ მაშება. მაქმით დადის, რომ მოდის აი გაზ გაყრილი რომ მოდიხარ, აბსოლუტურად ურბინის ეფექტი აქვს და ჩემთვის ეგ 10 მაგათ მნიშვნელოვანი რაღაც არის. თქვენ კი შეგახსენეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და გააზიაროთ ეს ვიდეო. მოგსურთ რომ უფრო კარგი ვიდეოები გადავიღო, ხო და გააკეთეთ ეს რა. თოვლის და მანქანის მინუსი ვიპოვეთ. თოვლით დამძიმებულ ამ მანქანას ერთი კაცი ვერ. ესე იგი, ცოტა ხანი გადავდე ჩემი რადიო გვერდით და რა თქმა უნდა, აქედან ისე არ წავალ, რომ შეგრძნებები არ გამიცადო და ნახეთ რა კაი ტიპებია. ნუ ყველა მიცით, ჩვეულებრივი კარტინგები და ესენი მაღლები, დიდი საბურავებით, ნუ ოფროუდ კარტინგები, როგორც შეეფერება, ხო და რაღაცა ყვითელი მომწონს, მე მგონი კადრისთვისაც ყვითელი გამოგვერდება. ხო? ნახევრად სპორტული სავარძლები ფოლ კოუშებს ვეძახით ხოლმე და იცით რა არის, ეხლა მე წავალ, ამან გამოვიცვლი თორე სახე აეხება. ხო და თან გავარკვევ სადაც ჩავიცვა და დაგიბრუნდებით მალე. მემზადებით, ესეთი რაღაცები არის, შეგიძლიათ ჩაიცვა და არ გატალახიანებ, მაგრამ მე ესენი არ მინდა და ეს ავიღო, ხო? სადვა. მეგობრებო, მე დღეს გამოვცდი პირველად თქვენთან ერთად და ნახოთ რა მუღამი ექნება, მოკლედ ოფროუდ კარტინგებს. ჩვეულებრივი ტრასის კარტინგები მაგრად მიყვარს. ეხლა ეს ნახოთ, ყველა თქვენ კიდე გამოიწერეთ ჩემი არხი, ზარის ღილაკიც გააქტიურეთ და ნახოთ. გავიარო როგორც იქნა. გაყინული ვარ, ყველაფერს გებიცებ, მაგრამ იმ ხელ ადრენალინი აქვს, რა იმენა მაგარი ფეხზე კიდია. წავედი. იმენა ყველაფერს გებიცები, ესეთი ადრენალინი ბოლოს. როდის მივიღე არ მახსოვს, მაგრამ სუსველი ვარ. სახე მაგ ახეული. რას გავარ წარმომიდგენი, არც მინდა ჩემი თავი ნახო. სუსველი ვარ. ჩამომსხენით აქედან. აი მე. ესე იგი, იმ დღეს გადავრჩი მეგობრებო. არ გავცივდი, ჯანმრთელად ვარ, არაფერი არ მომივიდა და აი ახლა ჩვენი სუპერ ლეიზერნადი ამოვიყვანეთ ასფალტზე და უნდა გავტესტოთ 0-100-ით, 0-100 არა, რაც აქვს სისწრაფე, უნდა გავერკვიოთ მის სისწრაფეში, GPS გვაქვს წამოღებული და რა თქმა უნდა, კიდე სხვა რაღაცებსაც ვაპირებთ და მაგებს ახლა არ გეტყვით და ნელ-ნელა გაჩვენებთ ყველაფერს. თქვენ ამ დროს რა უნდა გააკეთოთ? უნდა გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და ლაიქიც, იმიტომ რომ ეგეც მნიშვნელოვანია. ეს მანქანა ავიზუალდებული არ არის ხალხო. ეხლა დაინახეთ რა გააკეთა. ერთ წამ იგივეს ვიმეორებ. დავიწყოთ. ეს მანქანა არის როკ რეისერი, ანუ ქვებზე მავალი და საერთოდ არ არის ვალდებული, რომ ასფალტზე ისე იმართებოდეს, თითქოს ის იყოს, ტრაქსა სლეში ან რაღაცა ეგეთი. ძალიან ლამაზია, ძალიან კარგია და საბურავები არის, აი არ ვიცი, საერთოდ რა ჯანდაბა არის. ხარისხი იგრძნობა ხელში ხალხო. ძალიან მაგარია, მართლა ძალიან მაგარია. და ყველაზე მეტად აი თუ დააკვირდებით, აი როგორ დადის რა.
აი რხევა აქვს, ხო? ამის გამო მეგონა რომ ამოყირავდებოდა, საერთოდ არ ყირავდება. მოკლედ, ძალიან მაგარი მანქანა. ახლა წამოწო და გავახუროთ. მოკლედ, ახლა ვიღებდით ვიდეოს და უცბად ეს სიტუაცია შეიქმნა. რომ იმედი მაქვსო, ალბათ ხვდებით უკვე რაზეც არის საუბარი. დრაგში უნდა გამოვცადოთ ჩვენი ლაზერნათი. მოგვეხმარები? 1 2 3 ხო, ყველა ყოველთვის ვკითხულობთ ხოლმე, აი რამდენად სწრაფია ეს მანქანა. მინდა ყველაზე სახიფათო ტესტი გადავიღო და ქალბატონი დიმუ, ასე ვთქვათ, გამატესტინებს ამ მანქანას. ნახოთ დაიჭერს თუ არა. შენ იმედი მაგის ოდე ვერ დიმუ უნდა დაიჭირო. ვიწყებთ. დიმუს შანსი არ აქვს. ძალიან სწრაფია. დიმუს მოხვევის კუთხე არ უარგა. კარგი გოგო ხარ, გაჩერ. მოკლედ, გაჩერდი. ლეზერნათმა ვფიქრობ, რომ ძაღლის ტესტის ჩააბარა და დიმუს ჭამა უნდა გაიყვანე. წესით ამ სტილის მანქანა ამას არ უნდა აკეთებდეს. რა თქმა უნდა, GPS-ის დროა და გავიგოთ ამ მანქანის მაქსიმალური სისწრაფე. იმედი არ გადმოვარდება. ჩავრთოთ. всё. რეკორდინგ. სად ვართ? დავიწყეთ. აშკარად მეტი ადგილი უნდა. ძალიან სწრაფია. ნახოთ რამდენია? 75. მოდი ერთ შენს ნახე, ხო არ მეშლება. 75 ამ მანქანისთვის ძალიან ზედმეტად ბევრია. ხო, სწორი, ეგ არის. 75 კილომეტრი საათში სისწრაფე როკ რეისერისთვის. იმიტომ არის რომ ძლივს ვიჭერ. ხო, აუ, ძალიან ბევრია ხალხო. ვაუ, საღო. ამ მანქანამ ასფალტი ისეთ ხარისხში დაიპყრო, რომ გაგვიჩნდა უკვე იდეა წამოსულიყავით და გაგვეტესტა სრიალა საფარზე. და რეალურად გავარკვიოთ, ეს მანქანა არის თუ არა უნივერსალი. საერთოდ არ იყო გრუნტი გეგმაში, მაგრამ აქ კი არა, გრუნტზეც დეგენერატია ეს მანქანა. მე თამამაჩემელია გითხრათ, რომ ბევრ ბაჰას ძალიან შეშურდება. ესე როგორ გაიჭედა. სილამაზე სხერობს მოითხოვსო, მაგრამ ლად გაჭედილ მსხვერპლს არა. აი, ამ სფეროში ფული რო არ გედანება და თან ერთი მანქანა რო გინეყავდეს, მაგრამ ძალიან მაგარი რო გინეყავდეს. აი, ეგ არის. ზუსტად ეგ მანქანაა და ეხლა ვეღარ ვითმენ წავედით.
და როგორც იქნა მოვიყვანეთ თავის სამყაროში და გავტესტავთ ისე, როგორც მას ეკუთვნის. Rock Racing-ის დროა. დავიმორჩილე და ამუღამე. ანუ აი ესე რო ეცემოდეს მაინც გაასწორე. ძალიან მაგარია. და დადგა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩელენჯის დრო თავის სამყაროში როგორ კონკურენციას გაუწევს ჩვენი ლოსი Yamaha Grizzlies. ფინიშის ხაზი იქნება ზუსტად ჩემს პირდაპირ და მაქსიმალურად ზედმიწევნით დავაკვირდები ვინ გაივლის პირველი. დათხარ! კი! ჩვენი ბაგი კიდევ გამარჯვებულია. გარდა იმისა, რომ ამ მანქანამ გამაოცა, პლიუს გვასახელა, ესე იგი, მანქანასაც ვაჯობეთ, კვადროციკლსაც ვაჯობეთ. იქ ვფიქრობ off-road ბაგიზე ზედმეტი იქნებოდა, იმიტომ რომ ისინი მაინც სხვა განხრა არის off-road-დან ელის, ну იქ აზრი არ ქონდა იქაც რომ გაგვეკეთებინა, პრინციპში იქ რომ დარჩენილიყავ შეიძლება საერთოდ ძალიან ცუდადაც გამხდარიყავი. ეს რატომ ეხმარება? მოკლედ მარტივად გეტყვით რა, მინდა სხვადასხვა საფარებზე ბალები დავწერო. პირველი, თოვლი. თოვლში ეს მანქანა პირდაპირ გეუბნებით რომ არის ძალიან მაგარი, ოღონდ არა მაღალ თოვლში. თუმცა თუ დაუყენებ ძალიან დიდ საბურავებს, დარწმუნებული ვარ რომ ისეც, ანუ მაღალ თოვლშიც ძალიან მაგრად ივლის. ასფალტზე აბსოლუტურად რო არ წარმომედგინა, იმაზე 100 ჯერ კარგი არის. ეხლა არ მინდა რომ on-road-ებს შევადარო, იმიტომ რომ აი რეალურად ნახეთ სწორად რო გადმოცე. ემოცია ჩემი რასაც ველოდი. იმასთან შედარებით 10-დან 10 ბალი კი არა. მილიონიდან მილიონი ბალი ეკუთვნის ამ მანქანას, იმიტომ რომ სამ საბურავზე ძალ საბურავი აწეულით წარმოიდგინეთ დრიფტავს და აკეთებს ყველაფერს, რაც თავში მოგდის. რაც შეეხება პრიალა საფარს. აი პირდაპირ გეუბნებით რომ იქაც არის 10-დან 10. აი აბსოლუტურად 1% 1 ქულა არ მოვაკლდება. და რაც შეეხება აი აქ არ ვიცი, მოდი ამაზე თქვენ გააკეთეთ კომენტარი, დამიწერეთ რომ, იმიტომ რომ მე უბრალოდ იდეალურზე მეტი როგორ აგიხსნათ, ეს არ ვიცი და თქვენ დამიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად მოგეწონათ ეს ვიდეო, საერთოდ რამდენად მოგეწონათ ეს მიმართულება და თუ მოგეწონათ, მით უმეტეს დაალაიქეთ ეს ვიდეო. ზარისღილა კი გააქტიურეთ და გამოწერა არ დაგავიწყეთ. მოკლედ დავბრუნდები ძალიან მალე და ბევრად უფრო action ვიდეოებით.